გამარჯობა ხალხო, მოკლედ voice-over-ები დაბრუნდა და დაბრუნდა სხვა რუბრიკებით და ბევრი სიახლეებით. ერთ-ერთ რუბრიკას ახლა უყურებთ, რომელიც ორშაბათობით დაიდება და გეტყვით რა რუბრიკაა, მაგრამ მანამდე გეტყვით გაგაცნობთ განრიგს voice-over-ების, ორშაბათობით დაიდება ჩემი რუბრიკა, პარასკევობით დაიდება ციკოს რუბრიკა, ასევე ორ კვირაში ერთხელ დაიდება voice-over-ების უკვე თქვენთვის ნაცნობი პოდკასტი სხვადასხვა სტუმრებთან და საინტერესო დიალოგები ფილმებსა და სერიალებზე. მოკლედ ახლა ჩემ რუბრიკაზე რო გადავიდეთ, რომლის სხვადასხვა სახელი არ ვიცი და მინდა რომ კომენტარებში დამიწეროთ და მაქედან ავარჩევ, იმიტომ რომ მე ვერ მომაფიქრდა. მეც გამისწორდებოდა ესეთი რუბრიკა რომ ენახა სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ ჩვენ განვიხილავთ ძალიან მარტივად, მოკლედ სხვა ფილმებს, სერიალებს, რა გამოდის, როდის გამოდის, რომელს უფრო კარგი რეიტინგი აქვს, რაზე ღირს თქვენი დროის დაკარგვა და რაზე არ ღირს მოკლედ. და ეხლა რომ მივხედოთ ჩვენს შინაარსობრივ ნაწილს, 2026 წელი ფილმების და სერიალების სამყაროში 7 წელი ნამდვილად არ იქნება. ძალიან ბევრი ახალი ფილმი გამოდის, ახალი სერიალი გამოდის და ძალიან ბევრი ადაპტაცია გამოდის. ზოგადად რთულია იმაზე ლაპარაკი ამ ადაპტაციების გაკეთება ღირს თუ არ ღირს, მაგრამ ამ კონკრეტული ეპიზოდისთვის სამი ეგეთი ავარჩიე, მაგაზე მინდა რომ გელაპარაკოთ და ერთად ჩამოყალიბდეთ, ზოგადად გამოსდით ეს ადაპტაციები თუ არ გამოსდით რა. ერთ-ერთი არის, რომელიც ნოსტალგიაზე გვეთამაშება, მეორე ცოტა ფენტეზის სამყაროს აბრუნებს, ოღონდ ცოტა უფრო მიწიერ გარემოში, ასე ვთქვათ, და მესამე არის Netflix-ისთვის ძალიან სერიოზული გამოცდა. საბოლოოდ შეუძლია Netflix ადაპტაციები თუ არ შეუძლია. მაგრამ რაც ყველა საინტერესოა, სამივე სხვადასხვა აუდიტორიას ურტყამს და საბოლოოდ ყველა ერთ კითხვას სვამს რა, ღირს თუ არა გაგრძელება. დავიწყოთ იმით, რაც ბევრს არ ეგონა რომ დაბრუნდებოდა, The Devil Wears Prada, ეშმაკი ატარებს პრადას, რის ტრეილერიც უკვე გამოვიდა და ერთი რამ აშკარაა, ეს აღარ არის უკვე მხოლოდ მოდაზე ფილმი. ორიგინალი ფილმი მუშაობდა იმიტომ, რომ გვაჩვენებდა სამყაროს, სადაც წარმატება ძალიან ძვირი ჯდება. ეხლა კი გაგრძელება ცდილობს გვაჩვენოს, როგორ შეიცვლება ძალაუფლება 20 წლის შემდეგ. მირანდა პრისლი ისევ ძლიერია, მაგრამ უკვე სხვა რეალობაში, სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც ერთ ღამეში შეიძლება საერთოდ ყველაფერი შეიცვალოს. ენდი კი აღარ არის ის ასისტენტი, რომელიც ყავებს და ატარებს, ეხლა უკვე სხვა ძალაუფლება აქვს და მირანდას და ენდის უკვე სხვა როლებში ნახვა ძალიან საინტერესო იქნება. სინამდვილეში ეს ფილმი არის ტესტი, შეუძლია თუ არა გაგრძელებას იმაზე მეტი თქვას, ვიდრე უბრალოდ ნოსტალგია. ან ძალიან ჭკვიანურად გააკეთებენ, ან კიდე ხალხი ვიტყვით, რომ რავი, რაში გვჭირდებოდა ამის კიდე მეორე ნაწილი. ყოფილიყო ის კლასიკა, რაც იყო. მოკლედ, ნახოთ, 1 მაისს არის ამ ფილმის პრემიერა დაგეგმილი და შევხედოთ, მე კიდე განვიხილოთ, რამდენად კარგი რეაქციები, რამდენი რეიტინგი ექნება და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ ფენტეზიზე, მაგრამ არა დრაკონებზე და მასშტაბურ ომებზე. HBO-ს ახალი სერიალი 7 სამეფოს რაინდი იგივე სამყაროში ხდება, სადაც Game of Thrones-ი, მაგრამ მასშტაბი სრულიად სხვაა. ყოველკვირაობით გამოდის ხოლმე ეს სერიალი, ჩვენთან ორშაბათობით იდება ძირითადად და სხვა შორის ქართულადაც ხმოვანდება და ძალიან კარგადაც. ვისაც Game of Thrones-ის სამყარო მოგენატრათ და დარწმუნებული ვარ, ბევრია ეგეთი, მეც მათ შორის, ეს სერიალი ცოტა იმ ვაიბებს დაგიბრუნებთ. ოღონდ არ არის ეს იმ მასშტაბის, როგორც Game of Thrones-მა შეგვაჩვია, თეთრ მოსიარულეებზე, გრანდიოზული ბრძოლებით, დრაკონებით და თავისი დრაქარისებით და დეინერისებით. ეს არის უფრო ადამიანური, მეგობრობაზე, უფრო დიალოგებით არის აწყობილი ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან საინტერესო საბრძოლო სცენებიც არის. ნელ-ნელა ვითარდება, როგორც თქვი, კვირაში ერთი გამოდის ეს სერიალი და ნახოთ საბოლოო ჯამში სადამდე მივა სიუჟეტი, ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც. და ბოლოს ყველაზე დიდი გამოცდა Netflix-ისთვის, ასე ვთქვათ, One Piece-ის მეორე სეზონი. პირველ სეზონში რაღაც შეცდომები დაუშვეს, რომელიც კარგი ეპატიებოდათ, მაგრამ აი მეორე სეზონში უკვე სიუჟეტურად იცვლება რაღაცები, სხვა პერსონაჟები შემოდიან კიდე და აი აქ რას იზავენ, ძალიან საინტერესოა რა. Grand Line-ი, Locktown-ი, Drum Island-ი, აი ეს არის ეტაპი, სადაც ისტორია ცოტა ბნელდება. პერსონაჟები იზრდებიან და მეგობრობა რაღაც რეალურ ტესტზე გადადის. ეს პერსონაჟი არის რაღაც ემოციური გული ამ არკის რა და ვიზუალურად ან ემოციურად თუ ვერ იმუშავებს,
მაყურებელი ამ ყველაფერს მაშინვე ვიგრძნობთ. და აი თუ გამოუვათ, One Piece გახდება მე მგონი პირველი ანიმე ადაპტაცია, რომელმაც სკეპტიციზმი რეალურად გადალახა. და ბოლოს კიდე ერთი ფილმი, რომელიც არის ქარიშხლიანი უღელტეხილი, რომლის კიდევ ერთი ადაპტაცია გამოვიდა, მანამდე გვაქვს ჩვენ ნანახი, კლასიკა ქარიშხლიანი უღელტეხილი. და შედარებისთვის მე მგონი ჯობია რომ წახვიდეთ და ნახოთ ყველა ეს ფილმი, იმიტომ რომ პირველად როდესაც კასტი გამოვიდა, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება დაიმსახურა მაყურებლების. მე გავახმოვანე ეს ფილმი, ჰითკლიფის როლი ჩემი გახმოვანებულია და გახმოვანების პროცესშიც და მე პრემიერაზეც რო ვიყავი და უკვე დასრულებული სრული ფილმი ვნახე, ძალიანაც არ გამიცრუა იმედები, ასე ვთქვათ რა. ალბათ ყველა ჟანრს თავისი მაყურებელი ყავს. ეს ვერსია ცოტა სხვანაირად არის გადაღებული, ამიტომ მე გირჩევთ რომ ყველა ვარიანტში ნახოთ. ახლა გიდაგიტოვებთ ვიდეოს, სადაც ნახავთ როგორ დავესწარი პრემიერას და რამდენიმე ადამიანსაც გავესაუბრებ. დღეს უნდა გაგაცნოთ, რა თქმა უნდა, voice-over-ებში. უნდა თქვენ კი იცნობთ, მაგრამ კიდე თავიდან უნდა გაჩვენოთ, მოკლედ ადამიანები, ვინც ამ ფილმის ქართულ ვერსიაზე იმუშავეს, მოკლედ. ქართველი KT მყავს ეხა გვერდზე. შეგიძლიათ მიესალმოთ და KT და ჰიტკლიპი ძალიან მომენატრე ჰიტკლიპი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც გავახმოვანეთ ეს ფილმი, ხო? და ძალიან ისეთი რეალური პოსტერი გვაქვს უკან. ძალიან რეალური, აი მე რა ტელეფილმი რაზეც არის, ეგეთი რეალური. ეხლა შეგარ მაინტერესებს, ანუ მეც ვიტყვი მაგ ამბავს, მაგრამ შეგარ მაინტერესებს როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობა. ანუ აი ძალიან რომანტიული მე ვიტყოდი. რომანტიული იყო ამ ფილმზე მუშაობა, თავისი ყველა დატვირთვით იმ სუნთქვით, რომელიც ხშირადაა გამოყენებული ფილმში. სუნთქვით, რომელიც ხშირადაა გამოყენებული. სუნთქვა არის განსაკუთრებული ხაზი ამ ფილმის. აი სუნთქვაშიც კი ჩანს ხასიათი, ორივე პერსონაჟის და მთლიანად ფილმის ხასიათი ჩანს. ეს ყველაზე რთული პროცესია, როდესაც ქართულს უნდა მოარგოთ, ან პერსონაჟს უნდა მოარგო, არ გადაამეტო, არ მოაკლო. და შექმნა ის სახე, რომელიც არ დააზიანებს არც როლს, არც მსახიობს და არც ფილმს ხადია და მაყურებლისთვისაც აღსაქმელი იქნება. ანუკა ცუცქირიძე, გახმოვანების რეჟისორი. ანუკა, გამარჯობა, როგორ ახლა? გამარჯობა ლაშა, მიხარია რომ როგორც იქნა შენს მიკროფონში ჩემი ხმა გაისმა. ძირითადად თუ შენს მიკროფონში ისმის ხოლმე ჩემი ხმა. ეს ეხა ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ეტაპზე ეხა პირიქით არის რა. ეხა მაინტერესებს როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობა შენთვის? ძალიან რთული მეგობრებო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეპოქა უნდა დაგვეცვა, ტექსტი უნდა ყოფილიყო შესაბამისად დაცული ეპოქასთან მიმართებაში და მსახიობების თამაშის თვალსაზრისით საკმაოდ ნიჭიერი მსახიობები იყვნენ და შესაბამისად მსახიობებსაც რთული იყო განსახიერება და სინქრონიზაცია ემოციური მათთან მიმართებაში და საინტერესო იყო, კი ვიტყოდი. მინდა ვთქვა, რომ გვანცამ და ლაშამ ნამდვილად გაართვა თავს ამ რთულ დავალებას და რაღაცნაირად გონია, რომ ძალიან სინქრონულად აუყევი ჯეიკობ ელორდის სახიობა ოსტატობას. ვეცადე სხვათა შორის მაქსიმალურად. კი, საკვანძო მომენტები არის და დააკვირდით ამ მომენტებს ქართული მსახიობი როგორ თამაშობს მიმართებაში უცხოელ მსახიობთან ეს მომენტები არის. ძალიან საკვანძო მომენტები არის. სცენები არის მდელოზე, დიალოგი არის მამასთან, აი ძალიან კარგი ესეთი დრამატული სცენებია, სადაც ჩანს მსახიობის ოსტატობა და ურჩევდი ყველას, რომ ამისთან მიმართებაში შეაფასონ ჩვენი მსახიობები როგორ თამაშობენ. ანუკა სხვათა შორის არა მარტო ამ ფილმის ქართველი რეჟისორია, არამედ ანუკას დამსახურებით ძალიან ბევრი კარგი ფილმი მოგისმენიათ კინოთეატრში დუბლირებული და ძალიან კარგად რომ ახმოვანებენ მსახიობები ხოლმე, ეს ძირითადად ანუკას დამსახურებაა და არა მარტო ანუკას კიდე ძალიან ბევრი ქართველი გახმოვანების დუბლირების რეჟისორებს. ანუკა, მადლობა შენ. გამარჯობა გიო. გამარჯობა ლაშა. მოკლედ მარგველას ეხა ჩემგან YouTube-ზე მით უმეტეს გაცნობა არ ჭირდება, მაგრამ მარგველას თქვენ არ იცნობთ როგორც ხმის რეჟისორს, ხო? ხმის ინჟინერს ალბათ უფრო. ხო, ინჟინერს. თუ რეჟისორი. ხმის რეჟისორია. ხო, ხმის რეჟისორი იყოს. კი, ეგრეა. რომელმაც იმუშავა ამ ფილმზე ჩვენთან ერთად, ანუკასთან ერთად. მუშაობის პროცესში იყო ბევრი ისეთი რაღაცა, რამაც დამტრავმა და დამსტრესა, ვინც ნახავთ ამ ფილმს მიხვდებით. თუმცა მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ არ ვიცი, აი, სასწაულად იმუშავეს ჩვენ მსახიობებმა. ერთხელ მაინც გაგკითხე ჩემი მიტოვების გამო? ერთი საყდური მაინც თუ მithქვამს. და თუ მართლა გგონია რომ ვერ ხვდებოდი სულელი ყოფილხარ. TikTok feed-მა გადაკოცნოს ერთმანეთი და ჩვენ გავაგრძელებთ. თვალები აქ აცრემლებული და აი მაინტერესებს როგორი იყო. ანუ მე ზოგადად წიგნით ძალიან მიყვარს ბავშვობიდან და მეგონა რომ ესეთი ემოციური არ იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის
ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ ორივე მსახიობი ისედაც მიყვარს როგორც მსახიობი და ზოგადად და სხვათა შორის ჩვენმა ქართულმა გახმოვანებამაც დიდი ჩემზე რაღაც არის სხვანაირად ეს მოახდინა რა, მოკლედ. მე სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, მე ყოველთვის მიყვარს ქართული გახმოვანებით ყურება. იმიტომ რომ ისედაც შემიძლია რომ ვუყურო ინგლისურად, მაგრამ როცა კინოში მოვდივარ, ქართულ კინოში, მინდა რომ ქართული გახმოვანებით მოვისმინო და თან მე ძალიან მიყვარს ჩემი ქართული ხმები და შესაბამისად, მოკლედ ძალიან ვისიამოვნ. ძალიან დიდი მადლობა შენ.